მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. საქმე ეხება 30 სექტემბერს კუპრავას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საფუძველი გახდა მისი დაკავებისა. გამოძიების მასალების მიხედვით 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია. რაც ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას. ასევე კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317, 353 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს. 2026 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანო მომავალი კვირიდან დაიწყებს. კანონპროექტით მომავალი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35 მილიარდ 5 მილიონ ლარს შეადგენს. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის დაფინანსება 800 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. პროექტის მიხედვით 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებს პენსია 45 ლარით გაიზრდებათ და 495 ლარს მიაღწევს. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებაში კი 594 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება. მაღალმთიან დასახლებებში კი 454 ლარი იქნება. ასევე 10%-ით იზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემელი ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გასაცემელი ზრდა 20 ლარით. საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და სამეზობლოში და ვინარჩუნებთ ამ ხრივ პირველობას. რა მაქვს ხედულობაში? ბიუჯეტის დეფიციტი რჩება 2.5%. მთავრობის ვალი კიდევ უფრო იკლებს იმ ფონზე, რომ ყველგან მატულობს და ჩამოწდება 35%-ს. ასევე მატულობს საერთო ინვესტიციები, ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად ბიუჯეტში ასახულ ციფრებს, ნაერთი ბიუჯეტი, ანუ ხედულობაში მაქვს სახელმწიფო ბიუჯეტს პლუს ადგილობრივი ბიუჯეტები, იზრდება 3 მილიარდი ლარით და ხდება 35 მილიარდ 500 მილიონი. კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც გურიაში 8 საბავშვო ბაღი უნდა ეშენებინა, დაკავებულები არიან. საქმე ეხება კომპანია ლაგი კაპიტალს, რომელსაც ბაღების აშენების ვალდებულება ოზურგეთსა და ჩოხატაურში ჰქონდა. საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომელიც გურიის რეგიონში მიმდინარეობდა, სავარაუდოდ გაურკვეველი ვადით გადაიდება. კომპანია ლაგი კაპიტალის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნული ბაღების მშენებლობა ევალებოდათ, დაკავებულები არიან. მათ ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ. პროკურატურის ცნობით საქმე ეხება ტენდერებს, რომელთა საერთო ღირებულება 94 მილიონ 444,427 ლარს შეადგენს და 30 საბავშვო ბაღისა და 4 სკოლის აშენებას ითვალისწინებს. ბრალდებულება 2023 წელს გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. საბავშვო ბაღების ჩამონათვალშია გურიაში ასაშენებელი ბაღებიც. კერძოდ,
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ლაგი კაპიტალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უნდა ეშენებინა ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში და სოფელ შრომაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი სოფლებში, გუთურში, გოგოლეს უბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში. დღეს ისევე როგორც სხვა რეგიონებში, გურიაშიც ბოლომდე არც ერთი ობიექტი არ აშენებულა. ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება ასე ერქვა პროექტს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თითქმის 3 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და დღეს პრეზენტაციით დასრულდა. პროექტში ოზურგეთიდან არაერთი ქალბატონი ყოფილი ემიგრანტები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტი ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება გურული ქალბატონების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას და მათ გააქტიურებას, ციფრული ტექნოლოგიების ათვისების კუთხით ითვალისწინებდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ბულგარეთის ელჩი საქართველოში დაესწრო, რომელმაც ქალბატონების მიერ შექმნილი სხვადასხვა ელექტრონული კონტენტები თუ პროდუქცია დადებითად შეაფასა. პროექტი ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ ციფრული პროფესიების ცენტრთან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი იყო ბულგარეთის საელჩო, ბულგარეთის განვითარების დახმარება. დღეს არის პროექტის ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ბულგარეთის ელჩი, ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროექტის მონაწილე ქალბატონები, რომელმაც წარმოადგენენ თავის ნაშრომები ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, ციფრული წიგნები და ასე შემდეგ. ჩვენმა ორგანიზაციამ ციფრულმა პროფესიების ცენტრმა კიდევ ერთი პროექტი დახურა წარმატებით. ახალგაზრდა სტუდენტური სათათბიროს დაკვეთით და ბულგარეთის ელჩოს დაფინანსებით. პროექტის მონაწილეებს შორის კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ 60 გურული ქალი, ძირითადად მიგრანტები, რომელმაც ისწავლეს ძალიან ბევრი მიმართულებით და აითვისეს ციფრული ხელსაწყოების მთელი კასკადი. დაწყებული ფოტოპეა, ვიდეო გენერატორები, ფოტოშოპის სხვადასხვა მანიპულატორები და დამთავრებული AI ხელსაწყოებით. ფაქტობრივად მათ აითვისეს ძალიან ბევრი მიმართულება. ზოგიერთი მათგანი უკვე ქმნის ლოგოებს და ყიდის, მათ ააწყეს პროფესიონალური ბიზნეს გვერდები, გამართეს, შექმნეს ვებ გვერდები, ციფრული წიგნები, ანიმაციები და ჩემთვისაც აი დღეს როცა უყურებდი პრეზენტაციებს ვიყავი ძალიან ამაყი და ჩემთვისაც კი გასაკვირი იყო ამით ხაზი გაესვა იმას რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს ზღვარი და მან შეუძლია აითვისოს ბევრი სხვადასხვა მიმართულების ინსტრუმენტი, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტის სახით აყალიბებს და ქმნის. და გოგონება შეძლეს ის, რომ დღეს პრეზენტაციაზე 3 ან 4 სხვადასხვა სახის ციფრული პროდუქტი წარადგინეს. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ისევ გაგრძელდება და კიდევ ბევრ გურულ ქალს გაუძლიერებთ ციფრულ უნარებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ დროს. ეს პროექტი ძლიერი ქალი უდრის ძლიერ საზოგადოებას მარტო სწავლა არ ყოფილა ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ სხვა ქალბატონებისთვისაც. ეს იყო გზა სწავლიდან რეალურ პროექტებამდე, რადგან ბევრმა ქალბატონმა ეს სწავლა რეალურ პროექტებად ვაქციეთ და უკვე ბევრი დასაქმებული ვართ და დასაქმებული ვართ ამ სფეროში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, ბულგარეთის ელჩს, ბატონ კახას, ასევე ქალბატონ ნათიას და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს იაკოს. რადგან მისი პროფესიონალიზმი, მისი შემართება, მისი ენთუზიაზმი ყველა ეტაპზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და რა თქმა უნდა მხარდაჭერა მისი ჩვენს მიმართ. რაც ვნახე მონაწილეებისგან ეს იყო შედეგი პროექტის წარმატებული განხორციელებისა და რაც მთავარია მონაწილეები არიან კმაყოფილი თავიანთი შექმნილი პროდუქტის. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ პროექტი იყო ძალიან წარმატებული და ის ფული, რომელიც ბულგარელმა გადასახადის გადამხდელებმა საქართველოში პროექტის განსახორციელებლად მოგვცეს, დაიხარშა მიზნობრივად, რადგანაც ძირითადი მიზანი ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რაც არის საერთო, ეს არის საქართველოს განვითარება.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული თვის მანძილზე საქართველოსდან უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე გააძევეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით გასული თვის მანძილზე საქართველოსდან უცხო ქვეყნის 7 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. სექტემბრის თვეში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიმანის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის ჯამში 7 მოქალაქე. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.